ჩვენი პირველი სტუმარი გახლავთ დედა ელპიდი ლათიბაშვილი, იერუსალიმის ქალაქ ლოდის ქართული სახლის დიასახლისი. დედა ელპიდ, მოგესალმებით, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის, ვიდრე შეკითხვას დაგისვამთ, რამდენიმე სიტყვით მაყურებელს ვეტყვი, რომ თქვენ წლების განმავლობაში ბრძანდებოდით უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მემატიანე, მასთან გიწევდათ მსახურება, მუშაობა, დაახლოებით 25 წლის განმავლობაში მსახურობდით, სტუდენტობიდან მოყოლებული და ვიდრე საპატრიარქოში მსახურებას დაიწყებდით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლობდით იმ პერიოდში, როდესაც პატრიარქი ბრძანდებოდა რექტორი. ასე რომ ბევრი გაქვთ მოსაყოლი, ბევრი გაქვთ გასახსენებელი. რა თქმა უნდა, გითხავთ აი ამ თქვენი ურთიერთობის შესახებ პატრიარქთან და გთხოვთ რომ გაიხსენოთ ისეთი საინტერესო ეპიზოდები, თუმცა მანამდე აი მინდა რომ ვისაუბროთ აი ამ საერთო ერთობაზე, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ. ჩვენ ვიცოდით რომ პატრიარქი განსაკუთრებულად უყვარს ქართველ ხალხს, განსაკუთრებულად გვიყვარს, უდიდეს პატივს სცემთ ჩვენს უწმინდეს, მაგრამ ეს რაც დღეს ხდება, თქვენთვის რას მიანიშნებს და არის თუ არა კიდევ გადაჭარბება, თქვათ იმ მოლოდინისა, რაც შეიძლებოდა არსებულიყო. მოგესალმებით, თანაგეგრძნობთ ამ დიდ განსასწრებს. მივესალმებით და თანამოზიარე ვარ ჩვენი საქართველოს, ჩვენი სამშობლოს. აი ამ დიდ ტკივილში დღეს მთელი საქართველოა ჭირის უფალი პატრიარქის გარდაცვალების. დღეს წარმოუდგენელი რამ ხდება, როგორც ბრძანებთ, ქუჩების სავსეა ხალხით. ის რომ მოულოდნელი იყო, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ პატრიარქი თავისი მთელი მოღვაწეობის განმავლობაში, რაც მე მასთან შეხება მქონდა, მისი, ასე რომ ვთქვათ, 10 სიტყვიდან 2 იყო ხალხი. სულ საუბრობდა ხალხზე, სულ ქონდა ხალხის დარდი, სულ ქონდა ხალხზე ორიენტირი, ხალხი რა სიტყვის, ხალხი როგორ არის, ხალხს რა ვუშველოთ. და სწორედ ეს ის ხალხია, რომელზეც ის ზრუნავდა, რომელზეც ის დარდობდა, რომელიც ის როგორც თავის საკუთარი ერთიანი, მთლიანი ხალხი მისთვის შვილივით იყო. და ვისაც თავი შესწირა. და თელ თავისი მოღვაწეობა სწორედ ამ ხალხს შესწირა და ის რომ მეტეხის ხიძე მან საქართველოს მიმართა, მიყვარხარ საქართველო, აი საქართველო დღეს მის მიჭირს თქმა ცხედართან, მაგრამ დღეს მის ცხედართან გამოსამშვიდობებლად მოვიდა და დაამტკიცა და დაადასტურა, რომ ეს ხალხი სწორედ ის ხალხია, რომელიც მას უყვარდა და მას სწორად დაინახა ეს ხალხი, ჩვენი ხალხი, იმიტომ რომ დღეს აი ამ ძიმე არეულობის ფონზე, რაც სოფლიოშია, რაც საქართველოშია, ხშირად ხედავთ განკითხვას, ურთიერთ რაღაც ცოტა დაძაბულობას, მაგრამ პატრიარქი თითოეული ადამიანის გულს ხედავდა და პატრიარქს ყველა ერთად უყვარდა, იმიტომ რომ დღეს იქ განუყოფლად ყველა დგას. დიდი, პატარა, მოხუცი, ახალგაზრდა, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით შერავინ არ არის გამორჩეული, ყველა ერთად არის და სწორედ ეს ის საქართველოა, რომელიც პატრიარქს უყვარდა. მე ვხედავ სოციალურ ქსელებში ვადევნებდი თვალყურს და ხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან ძალიან მოხუცი, ავადმყოფი, ძლივს მიდიან აი ამ რიგში დგანა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და თქვენ ახსენეთ წეღა რომ შეიძლება საშვები დაეშვასო და ინფორმაციაში იყო საშვები და საშვები რომც არ დაიშვას ისეთი რაოდენობა ხალხის რომ მე ვფიქრობ ყველა მაინც ვერ მივიდო და მის გამოსამშვიდობებლად უშუალოდ ეს ვერ მოხერხდება აი ფიზიკურად ვერ მოხერხდება, მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ ეს ის სისავსეა ხალხის, რომელიც უნდა ვთქვათ რომ ეს ერთობა რომც ვერ მიახლოს პატრიარქის აი ამ განსასვენებელს, დარწმუნებული ვარ პატრიარქი მიახლება მათ, აუცილებლად მიახლება. ჩვენ ხშირად ხათ იერუსალიმში ცეცხლის გარდამოსვლა რომ არის ხოლმე, არასოდეს არ მიცდია, მქონდა საშუალება, მაგრამ რომ შევიდე და შორიდან ვადევნება და ის მადლი და ის სიხარული სულ მოდის. მინდა ის პარალელი გავავლო, ეს ხალხი რომელიც შეიძლება რომ პირადად ვერ მიახლოს პატრიარქი უფლის მადლით, ძალით აუცილებლად მიახლება და ისინი სახში რომ წავლენ ამ დიდ სიხარულს აუცილებლად იგრძნობენ. იმიტომ რომ ისინი ჩამოსულები არიან ვინსაიდან აი ესეთი უძლურები, ასეთ მდგომარეობაში საათები რო დგენენ, ეს უკვე 8 წლია მათი პატრიარქის უკანასკნელ გზაზე საჩუქრად გასატანებელი და
სწორედ ეს ის ხალხია, რომელიც მას უყვარდა. აქ ჩვენ დავინახავთ თქვენ სოციალური ფენა ახსენეთ და პატრიარქისთვის ყველა სოციალური ფენა ერთი ფენა იყო და ეს იყო დიდი სიყვარული ამ ხალხის მიმართ. და მე მახსენდება აი ამ დღეებში სწორედ აქ ხედავდი ესეთი ძალიან ღარიბ გაჭირვებულ ადამიანებს, რომელსაც ჩაცმაზეც ეტყობათ ხო და რაღაცა გამოხედვაზე და გამახსენდა ერთი რამ, რომ პატრიარქმა ჩვენ გითხრა ერთხელ რომ ჩემი ამდენწლიანი მოღვაწეობის დროს დაბადების დღეებზე და ინტრონიზაციის დღეებზე უამრავი საჩუქარი მე მიღიაო, რა სახის არა და ძვირფასი და ასე შემდეგო, მაგრამ ჩემთვისო ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთია, რომელიც მამახსოვდებაო და არასოდეს დამავიწყდებაო. ეს იყო ერთი ქალბატონის მიერ მოტანილი მოხარშული ძეს რომ ვეძახი, მალაკოს რომ ვეძახი, მალაკოს შესქელებრივ ის არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მთელი ჩემი დაბადების დღეების თუ ინტრონიზაციის დღეების საჩუქრებისო და სწორედ დღეს ის ხალხი მიახლა, რომელსაც პატრიარქი ხედავს და რომელსაც არასოდეს დაუვიწყებს. შეიძლება პირადად მართლა ვერ მივიდნენ, მართლა ვერ შეძლონ, იმიტომ რომ რთულია განკონტროლება ამდენი ხალხის, რომ ყველა შევიდეს და დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ამ ხალხთან უფრო მივა, ვიდრე ვთქვათ ჩვენ, რომელსაც შეგვიძლია ყოველ შემთხვევაში ყოველ დღე მივახლოთ მის განსასვენებელს და განსასვენებელი სიონის საპატრიარქო ტაძარში იქნება, ვიცით, იქ დაიკრძალება უწმინდესი, მისი სურვილებისამებრ და ალბათ იმ ადამიანებს, ვინც ახლა ვერ შეძლო, ვერ მოასწრო, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ აი მთელი საქართველო შესულიყო, ალბათ უკვე იქაც ექნებათ საშუალება და გაგრძელდება ეს პროცესი კიდევ დღეების განმავლობაში, ჩვენი ერთობისა. შეიძლება თვეების და წლების გაგრძელდება და თვითონ ჩვენ თაგანს გვაქვს იმის დიდი იმედი, რომ ჩვენ გვექნება საშუალება მარტო მივიდეთ მის განსასვენებელთან და ჩვენი სათქმელი უთხრათ, რომელიც ის აუცილებლად გაიგებს და ახლა უკვე ზეციდან უფრო მეტად დაგვეხმარება და მიიღებს ამ ყველაფერს. დედაო, აი რა ქონდა მაინც უწმინდეს ისეთი განსაკუთრებული, რომ აი ეს ერთი ადამიანი მოგწვდა ამდენს, ყველას გულს შეეხო. აი რა ქარიზმაზია საუბარი, რა ფენომენზია საუბარი, რომ აი ამ მასშტაბზე, რომ ერთი ადამიანი და გწვდება ამდენ ადამიანს. პიროვნულად გვეხება, გულს, ჩვენს გულს ათბობს და ეხება. მე რასაც ვუკვირდები, აი ამ მთელი დღეების თუ წლების განმავლობაში, პატრიარქს რაც ჰქონდა ეს ქარიზმატული, ეს იყო ქრისტეს მსგავსება. ის ბაძავდა ქრისტეს, ის ცხოვრობდა ქრისტეს სახარების ცხოვრებს, სახარებისეული ცხოვრებით ცხოვრობდა და ჩვენ ხშირად გქონია ასეთი შემთხვევა, როდესაც რაღაცა გადაცდომებს ხედავდით სასულიერო პირებში, მას არ უყვარდა დასჯა და არასოდეს არ იტყოდა, რომ აბა მაჩვენეთ რა გააკეთა, ჩვენ ახლა ამა და ამ კანონის მიხედვით უნდა დავსაჯოთ. ჩვენ ვიცით, რომ საეკლესიო წესდება გვაქვს დიდი ჯულის კანონი, გვაქვს კანონიკური სამართალი და ასე შემდეგ და ხშირად ჩვენც ვისაც რაღაცა ორი წიგნი წაგვიკითხავს, გვითხავს, რომ აი რატო არ აკეთებს ამას პატრიარქი, მაგრამ აი დღეს ვფიქრობ, რომ სახარებაში რომ წერია, რომ 7 გზის 77 ჯერ მიუტევეთო, რომ ამდენჯერ შეიძლება რომ მიუტევოთ. პატრიარქი სწორედ აქედან გამოდიოდა, ის ყველას პატიობდა, ის ყველას მიუტევებდა და ეს მიმტევებლობა არის დიდი სიყვარულის შედეგი. მას ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული კონკრეტული ადამიანის მიმართ არა, ყველას ერთად აღებული და ის იყო სიმდაბრის მაგალითი, ის იყო მოთმინების მაგალითი. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დიდი ცილისწამებების ზღვა იყო ბოლოს, მაგრამ მე პატრიარქია ერთადერთი, რომელიც არ მინახავს, რომ მას თავი ემართლებინოს, არ მენახავს, რომ ამის გამო გაბრაზებული იყოს, არ მინახავს ამის გამო, რომ აღშფოთებული იყოს, ყველაფერს შიგნით და დუმარეთ ისთმენდა როგორც ქრისტე და პატრიარქი ქრისტეს იყო მიმსგავსებული. ის იყო ღირსეული წარმომადგენელი მისი აი ამ ქრისტეს დიდი ლაშქარის, რომელმაც ჩვენში, თითოეულ ჩვენგანში ქრისტე გააცოცხლა და ის იყო ნამდვილი და ჭეშმარიტი შუამავალი თითოეულ ქართველში. ქრისტესა და ჩვენთან შუამავალი, შუამდგომელი და ქრისტეს მადლი ჩვენ ვიცით, რომ მთელ დედამიწას ეფინება, არამც თუ საქართველოს და ასევე პატრიარქის სიტყვას სწორედ უფლის ძალა ჰქონდა, რომელიც საქართველოს თითოეულ ადამიანის გულთან მიაღწია. ეს მორწმუნე იყო, არა მორწმუნე იყო,
ეკლესიური არა ეკლესიურია საერთოდ ქრისტიანი არ იყო რომ მუსლიმებმა გააუქმეს ბაირამობის დღესასწაული ქრისტიანი პატრიარქის გარდაცვალების გამო ალბათ უპრეცედენტო ამბავი არის მთელ მსოფლიოში უპრეცედენტო ამბავია და უპრეცედენტო ამბავი ასევე ის რომ მე მომდის იქიდან გამომდინარე რომ ისრაელში მსახურობ მომდის ძალიან ბევრი ქართველი ებრაელის წერილი პატრიარქის სიყვარულით გამსჭვალული. აი ეს ხალხი, აი ეს სარწმუნოებაზე ვთქვი ჩვენ მუსლიმები, აი ეს იუდაელი ხალხი, რომელიც ეს ქართველი ებრაელების სახით, ისეთი წერილები მომდის, ისეთი ჩემს გვერდზე გადამაქვს სოციალურ ქსელში და ასევე წერილი მსოფლიო ებრაელთა მთავარი რაბინის იაკობ გაგულაშვილის საოცარი წერილი, რომელიც არ ვიცი, აი ეს მეგობრობის, სიყვარულის პატრიარქი იმდენად იყო კარგი გაგებით, ილიასეული გაგებით, ლიბერალი, რომ მის გულში შემოკრებილი იყო ყველა რელიგია, ყველა სარწმუნოების ადამიანი და ის არ განასხვავებდა, ყველა უყვარდა უკლებლიო და ამიტომ არის რომ ჩვენ დიდ სიყვარულს ვიმკით დღეს სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებისგან. ეს არის იუდეველი თუ ეს არის მუსლიმი. დედაო, თქვენი ისტორიები გვინდა ასევე რომ გთხოვოთ, გაიხსენოთ, რაც უკავშირდება პატრიარქთან მსახურებას, ჩვენ ვსაუბრობთ დიდ საეკლესიო მოღვაწეზე, დიდ ეროვნულ მოღვაწეზე, დიდ საზოგადო მოღვაწეზე, რომლის მასშტაბსაც ალბათ ჯერ კიდევ ბოლომდე ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ და ვერ გვცნობთ და ამას ისტორია კიდევ სხვანაირად შეაფასებს. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამ ასეთ დიდ პიროვნებასთან ახლოს იყვნენ, იმდენად ახლოს, რომ თქვათ მასთან ერთად მუშაობა უწევდათ. ასეთ ადამიანთა რიცხვს თქვენ ეკუთვნით, თქვენ მასთან მუშაობდით. და აი ეს სამუშაო პროცესი როგორი იყო? როგორი იყო აი ესეთ ადამიანურ ურთიერთობებში პატრიარქი? პატრიარქი იყო ჩვენთვის როგორც მის სამსახურში მყოფი, აი მოწყალე მამა. აი არასოდეს არ გქონდა მასთან ეს განცდა იმისა, რომ აი აუქმებდა ყველანაირ ბარიერს აუქმებდა, რომ იყავი რაღაც ისეთან, რომელთან მიახლებაც არ შეგეძლო. თუმცა როცა მასთან მივხვდოდი, აი ვინც თქვენს ალბათ და ბევრს საქართველოში რა ვიცი, ალბათ 80% მის მუხლებთან დაუჩოქია, მის მუხლებთან დრო და ჟამი კარგავდა აი ეს მიმდინარეობას ჩერდებოდა და აი ამ ძალით მიუხედავად იმისა რომ დიდი ადამიანთან ღვთისმიერ და რაღაცა ღმერთის ადამიანთან ქონდა საქმე იყო ამდენად უბრალო და ადამიანური, ძალიან უბრალო და ადამიანური და ჩემი საქმიანობა ეს მემატიანობა იყო, მე მას წერდი ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებს უწევდი და არქივს ვაკეთებდი და მე პერიოდულად დამიძახებდა. აბა ერთი მოიტანე, რასაკეთებ იქნება და არაფერსაც არ აკეთებ, ვნახოთ. და მე წაიკითხავდა, მაკითხებდა და თავდაპირველად რომ დავიწყე, მე ვაკეთებდი ამ არქივს, აი თვითონ როგორც საუბრობდა შინაურებში მოხეული კილოთი, მახსოვს, როცა არაოფიციალური შეხვედრები იყო, სიტყვით ესე და რომ წაუკითხე, მოხდა ყუშდა. არა, კაცო, ასე არა. როცა წერ აკადემიურად დაწერე და მე შევცვალეთ. აი ამ ჩემი მემატიანეთ მსახურების პერიოდში ბევრი რამეა გასახსენებელი, მაგრამ ერთი ძალიან ნიშანდობლივია მისი მდგომარეობა მინდა ახსნა, როგორი იყო. ფიქრობ, რომ ის იყო ასევე უფლის ისეთი დიდი მადლით დაჯილდოებული, რომ თითქოს გულთამხილავიც იყო. აი ადამიანს რა აწუხებდა და რა ხდებოდა მასში, მან იცოდა ეს და განაქარვებდა მასში არსებულ პრობლემას. მე მახსოვს ესეთი შემთხვევა, რომ სტუმრები მობრძანდნენ, რამდენიმე მღვდელმთავარიც იყო, უნდა დაწყებულიყო შეხვედრა, რომელსაც ვესწრებოდი, რომ უნდა ჩამეწერა და პატრიარქი ჯერ არ იყო გამობრძანებული თავისი ოთახიდან. და რომ შევედი, ერთ-ერთმა ადამიანმა ცოტა ისე მითხრა, რომ მოდიო თორე რას ამოუწმიდესი, შენს გარეშე არ დაიწყებს შეხვედრასო და ცოტა მომერიდა და მე ჩემი დიქტაფონი მოგრძალებით დავდე და გამოვედი, რომ არ მინდოდა გაღიზიანება მოკლედ. გამოვედი იქით სატრაპეზოში, დედებს მესამე სართულზე სატრაპეზო აქვს და გავიხედე მორბის ერთ-ერთი ადამიანი და მეუბნება, ჩქარა, მოდიო პატრიარქი გიბარგებს, რომ შემოვიდესო და რომ შევედი, საწახვედი კაცო, მოდი აქა. აქ დავჯექი. ხო, ეხლა დავიწყოთ და ესე იგი, როგორი შემთხვევა იყო, როდესაც მე ეს დიქტაფონი გამოვიტანდა, აქ საუბარი წარიმართა ოფიციალურ შეხვედრა დაამთავრდა რაღაცა და მე ხო ის უნდა ამეკრიფა, გამეშიფრა არქივისთვის გამწოდებინა და თავში წერია, რომ ხდება პატრიარქის სიტყვები, რომ სადა მაშინ მორჩილი ვიყავი, იამერქო და სადა მეძებდა და ეს ის კი არ იყო, რომ აი მე მეძებდა და
მიხვდა რა სიტუაცია იყო, რომ მე მუშაობაში ხელი არ შემშლოდა, არ დავკოლებული იყავი და არ დაჩაგრულიყავით, ხო? დიახ. რა ვიცი როგორ თქვა და აჩვენა იქაც რაღაც გარკვეულ ჯგუფს, რომ ეს სამუშაოა, ეს საჭიროა და ამიტომ ეს აქ მოკლედ გამაჩერა რომ შენ აქ უნდა იყო და თქვა ეს საქმე აკეთო. ანუ ამით რისი თქმა მინდა რომ გულთამხილავებით იყო რა ეს როგორ მიხვდა მე არ ვიცი საიდან სხვა დროსაც მქონია ასეთი შემთხვევები ბევრი მქონი სასულიერო აკადემიაში სწავლის დროსაც მქონია რაღაც პრობლემა იყო ერთხელ გავაცდინე დიდხანს გავაცდინე მოძღვრმა მოსალოცაც წამიყვანა და მკითხა რომ შენო ეხლა რო აცდენო პრობლემა ხო არ იქნებაო და მე თქვი კარგად სწავლობ და ეხლა გაცდენებზე პრობლემას ვინ შემიქმნის მეთქი და დავბრუნდი და უკვე გაცდენების სიები ჩამოატარეს ფერსასწავლებელში და შევკრიბეს ბავშვები რომლებიც დიდხანს ვაცდენდით და პატრიარქი იყო რექტორი და თავშიზის პატრიარქი და 1-20 ბავშვი ჩაგვაყენეს და სათითაოდ ეუბნება მოკლედ პატრიარქი ყოველას რო შერატო გააცდინე და ყველამ რაღაც მოიმეზეა ის გარდამეცვალა ზამთარი იყო ვერ ჩამოვედი და ჩემამდეც მოვიდა შენო რატო გააცდინეო და მე თავი არ მიმართლებია რა თქმა უნდა ეხლა მონაზნობა მქონდა გადაწყვეტილი მოძღვარი ძალიან მკაცრად ვსდიდა მიმართულებით მამა სერაფიმე ჭედია იყო ხო და თავის მართლებას ვერც გავბედავდი მოკლედ და პატრიარქთან დიდი მეტანია გავაკეთე მაშინ და შენდობას ვითხოვ მეთქი და აღარ გავაცდენ მეთქი მოკლედ და აი მამალს რომ უთხარი რომ კარგად ვსწავლობ და გაცდენებზე ხრა ვირა პრობლემა შენ ხო არა გონია კარგად რომ ვსწავლობ ვერ გაგრიცხავთ გაცდენების გამო მიხდა რაც გაიფიქრე ესე იგი ეს იყო ეს აი ელდამეცა რაღაც და მე გულში ვფიქრობ რომ თუ ეხლა გარიცხვაზე წავიდა საქმე მამაო პატრიარქთან მსახურობს ახლობლობს და მამაო მიშველის მეთქი და ასე ამომხედა და შენ ხომ არა გონია ვინმე გიშველის აღარ გააცდინო გამოვედი აი შეძრწუნებული რაღაცა გაოგნებული ჩავედი სიონის საკათედრო ტაძარში ერთ-ერთ ხატთან 2 საათი ვტიროდი რომ პატრიარქი როგორ გავაბრაზე მეთქი და როგორ შენიშნო როგორ მივაცემინე და იმის მერე რომ მომკვდარიყავი მე სემინარის აკადემიის ლექციები აღარ გამიცდენია ასეთი ხო აი ბევრი შემთხვევა იყო რასაც ფიქრობდი ამაზე პირდაპირ გეუბნებოდა რა და რაღაცა შედეგი სწორედ ის არის დღეს ამდენი ხარ ყველას გულთან მივიდა ყველას გულთან ხილავი იყო ეს მარტო მე უბრალოდ მაგალითებს ყვებით ჩემზე თორე ყველა ადამიანში ვისაც ვერ იცნობდა და ვისაც ეიმედებოდა და მიმართავდა შორიდან პატრიარქ დარწმუნებული ვარ ყველას ეხმარებოდა და შედეგი ისე რომ დღეს და ძალიან სახალხო პატრიარქი იყო ყველა შეეძლო მასთან სანამ მას ფიზიკურად შეეძლო თუ კი ადამიანი მოინდომებდა პატრიარქს აუცილებლად ნახავდა პირადად შეხვდებოდა მომსწრე და მე მქონდა საშუალება რომ ემსახურა მის სამდინოში და მქონდა ამის პატივი რომ აი ეს ეთქვათ ჩემთვის ვინ შემოგვეშვა ვინ არ შემოგვეშვა ქალბატონ შორენასთან მსახურობდი გარკვეული პერიოდი და მე არ მახსოვს რომ როდესმე ეთქვას ვინ არის და რას წარმოადგენს სიამომეცი ვინ მოდის და ამ სიის მიხედვით ყველა შემოყვავდა პატრიარქთან ეს იყო გაჭირვებული ღარიბი გლეხი მდიდარი მეცნიერი აგარჩევა არ იყო და ამიტომ სადამ პატრიარქი შეეძლო მასთან ყველა მოდიოდა საღამოს ლოცვებზე 40 50 80 კაცი ყველა ამდენი ხალხი მოდიოდა და ამას დედაო საპატრიარქოში არის დედათა მონასტერი და დედებზე მინდა გკითხოთ ასევე დედები, რომლებიც ერთგულად ემსახურნენ უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს წლების განმავლობაში, ზოგიერთი მათგანი აფხაზეთიდან მსახურების პერიოდიდან გამოყვა და აი სიცოცხლის ბოლო წუთამდე მასთან იყვნენ და აი რაღაც მონასტერთან მიმართებით, დედებთან მიმართებით რას გაიხსენებთ? დღეს თუ კი ვინმეს შემიძლია რომ ძალიან დიდი ტკივილით მიუსამძიმრო და მათი აი ესეთი პატრიარქთან დაკავშირებული ახლანდ მდგომარ დაკავშირებული დიდი ტკივილის გაზიარება მინდა სწორედ ეს მონასტერი და ეს დედები არიან იმიტომ რომ ეს ჩვენი მონასტერი იყო სადაც მეც მიწევდა ცხოვრება და ჩვენ აი ამ ადამიანებმა თუ დავკარგეთ მარტო პატრიარქი არ დავკარგეთ ჩვენ მამა დავკარგეთ
ეს არ იყო მარტო სულიერი მამა, სულიერი მოძღვარი. მე მახსოვს სემინარი აკადემიაში ქართულ ენას და ლიტერატურას ბატონი გრიგოლ ფარულავა გვიკითხავდა და როდესაც გრიგოლ ხანძთელს გვიხსნიდა, გვეუბნებოდა რომ წინამძღვარიო დედათა მონასტრის თუ მამათა მონასტრის წინამძღვარიო დედაც უნდა იყოს და მამაც, იმიტომ რომ მორჩილი რომელიც მასთან მიდის, მას დედაც სჭირდება და მამაც წლების განმავლობაში სითბოდა მისი მზრუნველობა სჭირდებაო და მე ჩავთვლი რომ პატრიარქი იყო სწორედ ის რომელიც ამას აკეთებდა და რომელსაც ეს შეეძლო. პატრიარქი ჩვენთვის მარტო მამა არ იყო, ის დედაც იყო და მამაც თავისი დიდი მზრუნველობით, ძალიან დიდი მოთმინებით, დიდი სიყვარულით და სწორედ ჩვენ და ამ დედემა დაკარგეს და დავკარგეთ მამა და დედა მშობელი დავკარგეთ ამით და პატრიარქთან ახლა მე რა მოსატანი ვარ, მე მასთან რაღაცა 12-15 წელი უშუალოდ საპატრიარქოში მონასტერში ვიმსახურე, მაგრამ დედები რომელიც ოხუმიდან გამოყვნენ და რომელიც 50 წელი მის გვერდით არიან, უკვე პატრიარქი რომ გახდა 77 წლის მერე საქართველოში შემოერთნენ უკვე ქართველი დედები, მინდა აღვნიშნო რომ ოხუმიდან გამოყვნენ მას მოლდაველი დედები გაგაუზებს რო ეძახიან, ესენი იყვნენ ბერძნები, რუსები, უკრაინელები, ვინ არ იქიდან და ზოგი მათგანი აღარც არის ცოცხალი და წარმოიდგინეთ ახლა მე გუშინ გავიცანი ასე თუ ისე და ამ მდგომარეობაში აღმოჩნდი ძალიან მიჭირს და ამ დედებისთვის 50 წელი რომლებმაც ოჯახიც დატოვეს, სამშობლო დატოვეს, ყველაფერი დატოვეს და ჩვენს ეკლესიას და პატრიარქს ემსახურეს დღეს რა მდგომარეობაში ეს დიდი ტკივილია და მათ განსაკუთრებულად უსამძიმრებთ. თუ რა თქმა უნდა, თუმცა მინდა ის აღნიშნო რომ ქრისტე ლაზარეს საფლავთან ცრემლოდა. ეს ადამიანური ბუნება, როდესაც გარდაცვალებით ტკივა და უნდა იტირო. ეს სოდვის გამო დაცემის მერე ჩვენ არ გავჩენილ ვართ და არ დავბადებულ ვართ სიკვდილისთვის ჩვენი სოდვის გამო ვართ და ამას ვტირით, ხო? მაგრამ არის ის მომენტი, რომ პატრიარქი ვახსენო, რომ ჩვენ სახარების სეულად გვზრდიდა და ეს ხალხი არიან ნამდვილად მენელსაცხებელი დედების მდგომარეობაში. და ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი უნდა ვახსენოთ აუცილებლად, რომელიც 45 წელი ერთგულად და დიდი სიყვარულით ემსახურა საქართველოს ეკლესიას და კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. მე ამ დედებთან ერთად გულისხმობ ქალბატონ შორენასაც არ გამოვყობა ამას, იცი რა, იმიტომ რომ ის ცხოვრობდა ამ დედებთან ჩვენთან ერთად. მან ძალიან ბევრი წლის წინ, ათეულების წლის წინ მიატოვა თავისი სახლი, ოჯახი რა მშობლები და წამოვიდა და პატრიარქთან. უბრალოდ შემოსილი არ არის და არ ქვია მას მონაზონი, თორე ხშირად მithქვავს, პირადადაც მithქვავს, რომ მე ხლა ანაფორის ღირსი ვარ და შენ რატო არ გაცვია მეთქი, იმიტომ რომ იმხელად დიდი სულიერება ამაში, დიდი ადამიანობა, დიდი სარწმუნოება, მოთმინება, სიმტკიცე, ერთგულება, რომ ეს მხოლოდ კარგ ქრისტიანს და ქრისტიანი, რომელიც უმაღლეს ხურზე ადეს ის უკვე მონაზნობაში უნდა შევიდეს სრული ამ სიტყვის გაგეთ. ეს უკვე ამ მდგომარეობაში არის და დღეს აი ვამბობდი მას რომ კი უნდა მივუსამძიმროთ ყველას და ვუსამძიმრებ. ძალიან ძნელი და მტკივნეულია ქალბატონ შორენასთან ერთად ეს დედები და პატრიარქის და დედა ნატალია მინდა გამოყო, რომელსაც აი სული და გულის ტკივა და იტანჯება აი ამ დიდი ტკივილი. ხორციელდაზია. დიდი სამძიმარი გამოუცხადო ქალბატონ შორენასთან ერთად დედა ნატალიას და დიდი სიყვარული და თანადგომა. თუმცა მე არ მინდა რომ ისე გამოჩნდეს თითქოს ჩვენ პატრიარქმა ისე გაგზარდა რომ ისი გარდაცვალების მერე ჩვენ ვეღარაფერს ვეღარ ვიზათ, ვერ გავაგზავნეთ სიცოცხლეს. იმიტომ რომ პატრიარქმა ჩვენში ქრისტე ჩაასახლა, ჩვენ გვასწავლა ქრისტესთან ურთიერთობა, უფლის მადლი როგორ მოგვეპოვებინა და ხშირად მოძღვრებს ეუბნებოდა ხოლმე ამბიონიდანაც კი რომ თქვენო მრევლი მიყავთ თქვენ თავთანო და ღმერთთან არ მიყავთო, იცოდეთ დაისჯებითო, ღმერთთან მიიყვანეთო და ეს ტკივილი ჩვენი დროებითია და დარწმუნებული ვარ ეს ადამიანური ემოცია რო გადაივლი ჩვენ გაცილებით უკეთესად ვიცხოვრებთ და ვიცხოვრებთ ნამდვილად ქრისტიანად ისე როგორც პატრიარქს უნდა, იმიტომ რომ ჩვენ პატრიარქმა ქრისტე გაგვაცნო, ქრისტეს დაგვეკავშირა და აღდგომის მერე ჩვენ ვიცით რომ მოციქულებს და მენესაძღებელ დედებს გამოეცხადა ქრისტე და ჩვენ ამის იქ წამს რომ აღდგომის
შემდგომი სიხარული და პატრიარქის შემდგომი სიხარული, რაც იქნება მისი 40-ის მერე თუ აღდგომის მერე, ჩვენთან აუცილებლად მოვა და ამ სიხარულით და ამ დიდი სიყვარულით განვაგრძობთ ცხოვრებას ქრისტეში. დიახ, და ეს დიდი ნუგეშია ამის გაცნობიერება აი ამ ტკივილის დროს. დედაო და ბოლოს მინდა გკითხოთ საზღვარგარეთ ამ შემთხვევაში ისრაელში მცხოვრებ ქართველებზე, რომელთანაც ზოგადად ემიგრანტებზე ძალიან ხშირად საუბრობ და უწმინდესი დიდი სიყვარული ქონდა მათი და ყოველთვის ეს იგი ემიგრანტებისთვისაც ეკლესია იყო ის, რაც აკავშირებდათ მათ სამშობლოსთან და აკავშირებთ და პატრიარქი აკავშირებდათ სამშობლოსთან და ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემა არის. თქვენ ბრძანდებით ლოდის ქართული სახლის დიასახლისი და აი აქედან გამომდინარე რამდენიმე სიტყვა აი ამაზეც რომ გითხრათ ქართველებისთვისაც, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, არის ძალიან დიდი ტკივილი. რა თქმა უნდა. საერთოდ ემიგრანტები, საქართველოს ემიგრანტები ნებისმიერ კუთხეში პატრიარქისთვის დიდი ტკივილი იყო და აი როდესაც დგებოდა რაღაც ერთი დღიარი მათი ზაფხულში იყო ხოლმე შეკრება საპატრიარქოში ყოველთვის მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრანტები. ამაზე ტკივილიანი დღე არ არსებობდა. სუცრემლით იყო საუბარი, რომ ჩამოდიოდნენ ემიგრანტები და ესაუბრებოდნენ თავიანთ ტკივილზე, თავიანთ განსაცდელზე და სწორედ დღეს მე თუ ემიგრანტები მიყვარს და ტკივა ეს პატრიარქიდან გამომდინარეა. პატრიარქმა გვასწავლა სამშობლოს მოწყვეტილი შვილების სიყვარული და თანადგომა და თანაგრძნობა. და მე მინდა ვთქვა ჩვენს ისრაელის ემიგრანტებზე ასევე ის, რომ ის ხალხი ის არის ერთი დიდი გული საქართველოს წმინდა მიწაზე. ის ხალხი, რომელიც ქართულ სახში მოდის, ლოდის ქართულ სახში და არა მარტო ეს, სრულად ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის არაერთხელ მithქვავს მე, რომ ჩვენ იქ აღარა გვაქვს, ჩვენ დავკარგეთ, დიდი ხანია იქ ეკლესია მონასტრები, ჩვენ იქ ოფიციალური წარმომადგენლობა, ბერმონაზმები არ აყვავს და წმინდა მიწაზე ლოცვას ისიც ისტორიულად ვიცით, რომ რა დიდი ძალა აქვს. დღეს ეს ბერმონაზმობა რომელიც იქ უნდა ელოცათ, აი ამ ხალხმა შეცვალა. აი თითქოს ჩვენი რასაც კარგავ, შენი ცოდვებიდან გამომდინარე კარგავ, ჩვენ დავკარგეთ ეს დიდი პატივი და აღმართული დროშებით რომ შევდიოდით ცხენზე ამხედრებული წმინდა მიწაზე, ხო? იერუსალიმში დღეს ეს აღარა გვაქვს, მაგრამ ჩვენი ემიგრანტების სახით საქართველო იქ სიმდაბლით შევიდა. ეს ჩვენი ემიგრანტები იქ დადიან წირვალოცებზე, მოსალოცად, თითოეული მათგანი დარწმუნებული ვარ ავედრებს სამშობლოს და პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას და პატრიარქს, სწორედ მაცხოვრისაფლავს, ღვთისმშობლის საფლავს და სულ ვეტყვი ხოლმე მათ, რომ თქვენ ჩემი სულიერი დაძმები ხართ, იმიტომ რომ აქ ლოცვა, ვინც ლოცულობს და ვინც ნამდვილი მლოცველია, არიან ეს ხალხი არის და მე მათ ძალიან დიდი ტკივილი, ცრემლებით სავსე გული გამომატანეს პატრიარქთან და მე მგონი სამსაღამოს პატრიარქს რაც ძალიან უყვარს, დიდი თეთრი ვარდების თაიგულს მიერთმევენ მას მის განსასვენებელთან და ეს იქნება მათი ეს მოკრძალებული საჩუქარი, რომელსაც პატრიარქისთვის თავიანთი შრომის ნაყოფს შესწირავენ. თუმცა ყველაზე დიდი რაც არის, ისინი ლოცულობენ ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ეკლესიისთვის და მე მადლიერი ვარ იმის, რომ ქართული სახლის გარშემო ძალიან დიდი სიყვარულით, რუდუნებით ტრიალებენ ისინი და მათთვის იქაური ქვაც კი ძალიან ტკბილი და წმინდა და ძალიან ეხმარებიან იქაურობას. დედაო, დიდი მადლობა თქვენთვის ასეთ მძიმე რთულ დღეებში რომ გამონახეთ და ჩვენთან მობრძანდით. კიდევ ერთხელ გვინდა რომ მოგისამძიმროთ და მიუსამძიმროთ ყველას კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით დედებს, რომლებიც პატრიარქთან ერთად მსახურობდნენ. დედა ელპიდი ლათიბაშვილი ბრძანდებოდა ჩვენი სტუდიის სტუმარი, რომელიც გახლავთ ისრაელის ქალაქ ლოდის ქართული სახლის დიასახლისი, ასევე პატრიარქის მემატიანე.